მე ამ წუთში, როცა გისმენთ თქვენ, მე ამაღით მევსებაგული, იმიტომ რომ თქვენ ამშვიდებთ მაყურებელს. არა და ეს საუბარი ზუსტად რომ მშობელთა განათლებას და მშობელთა აღზრდას უფრო ეხება, ვიდრე რაღაც კონკრეტულ დაავადებას და აი ამ თვალსაზრისით მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, არის ასეთი გამოთქმა იჩქარე ნელა. დაპანიკდებით, ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში, როდესაც რაღაცა ისე არ აქვს თქვენს პირშოს, თქვენს ბავშვს, მაგრამ მაინც უნდა იყოთ ფრთხილად. ბატონმა ბაკურმა ბრძანა და მეც გავიმეორებ, რომ ყველაზე დიდი შესაცნობი, რა თქმა უნდა, ბიბლიიდან გამოსული შეიცან თავი შენია, მაგრამ ყველაზე ნომერ პირველი მშობლის პრობლემა არის საკუთარი შვილის შეცნობა და მისი დაკვირვებები. ასე რომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ იმ დიდ ლამას სამყაროს, რასაც თქვენი ბავშვი, რასაც თქვენი შვილი ქვია და საკმარისი უნდა იყოს რაღაც ისეთი გადაცდომები, რაც შემდეგ უკვე თქვენც თვალში გხვდებათ და ბავშვსაც აწუხებთ, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს, სპეციალისტს და კონკრეტულად, რაც ბატონმა ბაკურმა ბრძანა, აქ არ უნდა გამოგჩეს ის ვერაგი დაავადება, რასაც ეპილეფსია ქვია.